სამი ბანძი ფილმი, რომელზეც დრო არ უნდა დაკარგოთ. სანამ საქმეზე გადავალ, YouTube არხზე მეორე პოდკასტი ცდევს და უყურეთ. მე მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა, ნამდვილად გავუწევ რეკომენდაცია. პირველი ეს არის მიკი 17. მიუხედავად იმისა, რომ პარაზიტის რეჟისორის გადაღებულია, რობერტ პატისონი თამაშობს, ძალიან სუსტი მცდელობა არის sci-fi კომედიის. არც პერსონაჟები არიან საინტერესოები, არც შინაარსი აქვს საინტერესო, ხუმრობებიც, რავი, 58 წუთი უყურებდი და მივხვდი, რომ თურმე სადღაც უნდა გამღიმებოდა და არც ერთხელ არ გამღიმები. იმაზე გამეღიმა, რომ არაფერზე არ გამეღიმა. მეორე ფილმი არის Challengers. უსუსტესი, უაზროდ გაწელილი და თითიდან გამოწვეული ტრიგები, დრამები. ზენდაიაზე ცუდს არაფერს არ ვამბობ, მოსახიობსაც არ აუშავს, მაგრამ თვითონ ფილმი საერთო ჯამში არის უსუსტესი. თიდან დაუწერდი 2.8-ს, ისიც მსახიობების ხათრით. მესამე არის Minecraft-ის ფილმი. Minecraft-ი თამაში არასდროს არ მაინტერესებდა, მით უმეტეს ფილმი, მაგრამ ბავშვის ხათრით მომიწია ამ ფილმის ყურება და სადღაც 35 წუთზე სათვალები მოვიხსენე და მეძინა. მოდ მეძინა გამწარებულს და ნერვებ მოშლულს.